28 ნოემბერი იყო, 29 თენდებოდა. მე ვარ ჟურნალისტი დავით საგარელი. ჩვენ თვალწინ დააკავეს მინიმუმ 7 ადამიანი. რამდენჯერმე გავედი რადიო თავისუფლების Facebook-ის გვერდის პირდაპირ ეთერში და მოვიდა მაგ დროს და დამარტყა ხელი მუცელს საერთოდ მომზადებელი ვიყავი. ძალიან მეტკინა და ჩავიკეცე, ვერ ვიშლებოდი. ამ დროს გამოიარა კიდევ რაღაც ჯგუფმა სამართალდამცველების ამ სპეცრაზმელების და ერთ-ერთმა ფეხი დამაბიჯა და ეს გამისრისა ფეხი და რაღაც შემაგინა იმანაც. მერე კიდევ ორმა იგივე გაიმეორა და ფეხში მირტყეს დანარჩენებმა. ახლა გადაიღე, ახლა როგორ გადაიღებ მაგასაც ვნახავთ და ნუ გინება რა ეს ფრაზები და პარალელურად გინება. დავით საგარელს ამ თავდასხმის მომენტში ეცვა რადიო თავისუფლების ქურთუკი, მას ასევე ხელში ეჭირა კამერა და იყო სხვა ოპერატორებთან ერთად. აქედან გამომდინარე ის იყო იდენტიფიცირებადი როგორც ჟურნალისტი და მათ შორის წარწერა პრესა. თუმცა სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოში წარწერა პრესა როგორც ჩანს პირიქით უფრო თავდასხმის ობიექტს ხდის ჟურნალისტს. აქედან გამომდინარე მისთვის მოულოდნელად დაესხა სპეცრაზმელი თავს მას სწორედ სავარაუდოდ იქედან გამომდინარე რომ გააღიზიანა იმ ფაქტმა თუ როგორ აღრიცხავდა ადგილზე განვითარებულ სამართალდარღვევებს და აშუქებდა ჟურნალისტი ამ შემთხვევაში დავით საგარელი. ეს იყო რაღაც ერთგვარი დასჯა რომ ჟურნალისტი ვარ და რასაც ვიღები. შემოსავალში ჩანს მხოლოდ როგორ მირტყავენ პირდაპირ ეთერის დროს და როგორ ვეცემი, თუმცა როგორ გრძელდება ძალადობა, ეგ ნაწილი არის უკვე გარე სათვალთვალო კამერებში. ეს მასალები არ მოგცეს. თავარი სათვალთვალო კამერები ამოღებული არ არის. დავით საგარელი დაზავებულად იქნა ცნობილი უფლებამოსილების გადამეტების და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ნაწილში, თუმცა ადამიანის უფლებათა ცენტრი ამასთან ერთად ითხოვდა მისთვის დაზავებული სტატუსის მინიჭებას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობის კონტექსტში. ამასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და შაბლონურად შეიძლება ითქვას, რომ უარი გვითხრა კვალიფიკაციის დამატების თაობაზე. რო აგდიხარ და რო გაგინებს ემოდან და ფეხს გაბიჯებს, ძალიან დამთრგუნველია და მართლა არასდროს არ განმიცდია მსგავსი დამცირება და შეურაცხყოფა. ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული საჭიროებების წინაშე დგანან და ბევრი გამოწვევა ახლავს თან ამ მასშტაბურ და მათზე მიმართულ, მიზანმიმართულ ძალადობას. აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მათი სამართლებრივი უფლებები დავიცვათ. მსოფლიომ უნდა იცოდეს აქ რა ხდება და რა პირობებში ვართ ჩვენ ჟურნალისტები, რომლებიც მართლა საკუთარი სიცოცხლის ფასად ყვებით ამბებს იმას, რაც ხდება ჩვენ ქუჩებში.